ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად 80 მაღაზია დაიწვა. რა ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს და რა მდგომარეობა ხანძრიდან მეორე დღეს ნათია ლომაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. დიახ, თეონა, ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობა დღეს დაკეტილია, როგორც ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აქ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი მოხდა, მთელი დღის განმავლობაში დილიდან აქ ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, ასევე სამართალდამცველებთან ერთად აქ იმყოფებიან სპეციალური კომისიის წევრები, რომლებიც ზარალის ოდენობას შეისწავლიან. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადმინისტრაციის ინფორმაციით დაიწვა დაახლოებით 80-მდე სავაჭრო ობიექტი. დღეს აქ იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსიც ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის კერების ლიკვიდაცია და ღამის განმავლობაში აქ მაშველთა ორი ბრიგადა მორიგეობდა. ჯერჯერობით ზუსტი ოდენობა ზარალის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მიდის სამუშაოები ახლა დადგენილ ეს ზარალი. ობიექტები დაახლოებით 80-მდე ობიექტია დაზიანებული. ექსპერტ კრიმინალები იმუშავეს და დღესაც მუშაობენ. შესაბამისად მათ დასკვნითაც ველოდებით, ამიტომაცაა დაკეტილი ზუსტად ბაზრობის ტერიტორია. აღდგენით სამუშაოებით სავარაუდოდ დაიწყება მაშინ, როდესაც დაითვლება ზუსტი ზარალი. ხობის საშუალებებს, ცეცხლმაქრებებს ეს იყო დაკომპლექტებული აღნიშნული ობიექტი, მაგრამ მისი გამოყენება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, იმიტომ იყო აფეთქებები და მოსახლეობას არ შეეძლო მოვაჭრეებს, რომ ესარგებლათ ამით, ხოლო რაც შეეხება სისტემა ნამდვილად გამოსული იყო მწყობრიდან, მაგრამ როგორც ხასიათი ხანძრის ხრობის დროს წყლის შეფერხებას ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ 19 სახანძრო ავტოცისტერნა მუშაობდა. მოვაჭრეებს ხოფის ბაზრობაზე შესვლის საშუალება არ მიეცათ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ამ დრომდე დილიდან შეიკრიბნენ და ამ დრომდე იმყოფებიან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, ზარალი საკმაოდ დიდია. თევზები მქონა, პროდუქტი მქონა. გაზერალზია საუბარი, განსხვავებით რა. ჩემი ახლა ცოტა შედარებით ბევრი არ მქონა, მაინდა-მაინდა ხობს რომ დაეწვათ იმდენი, მაგრამ მე მეყვა შვილოდა. შით რა ხდება, არ დაგვინახია ცეცხლი ჩაქრა დაღამდა. არ შეგვიშვეს, ახლა არ გვიშვებენ, არაფერი არ ვიცი. დამეწვა ყველაფერი, არაფერი ვერ გამოვიტანებს. სულ ყველაფერი და გადამეწვა რაც უნდა ყველაფერი შით. სიმსივნე დაავადებული მეუღლე ყავს ოჯახში. რაღაცა ორგანიზმს ვაკეთებდნენ, წამალი მეყიდა. არაფერი აღარ დამჩასულობს. რაც ქონა ყველაფერი გადამეწვა, ამე ვერ გამოვიტანე. ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე სამართალდამცველთა და ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მოკვლევა გრძელდება. სავარაუდოდ პროცესი დღეს ვერ დასრულდება და ბაზრობა სავარაუდოდ დღეს არ გაიხსნება.